თბილისში როგორც იქნა დაიწყო ასე ვთქვათ თეატრალური მოძრაობა. ხუთი ცნობის მოყარე თეატრალებმა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში მოიყარეს თავი. მიზეზი თემურ ჭყეიძის ახალი სპექტაკლი, რომელიც მარკესის პიესის მიხედვით დაიდგა და რომელიც ესპანურიდან სხვათა შორის ამ საქმეში კარგად გამოგზმედილმა თეა გვასალიამ თარგმნა. ეს არის გაბრიელ გარსია მარკესის პიესა. ჯერ მარკესზე გეტყვით ყველა მეცის ალბათ, მაგრამ მაინც მე კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ეს არის ნობელის პრემიის ლაურეატი, კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი. პიესას ორიგინალში ქვია დამჯდარი კაცის წინააღმდეგ მიმართული სიყვარულის დიატრიბა. მაგრამ, ამ ხელასათაური სპექტაკლისთვის მიზანშეუწონელი იქნებოდა და ბატონმა თემურ ჭყეიძემ შესანიშნავად მოძებნა შესატყვისი, ასე ვთქვათ, და დაარქვა სიყვარულის სულთათანა. მე ძალიან მიხარია, რომ ეს პიესა იდგმება, იმიტომ რომ მე ვთარგმნე და საერთოდ მარკესი ძალიან მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამხელა რეჟისორი და ამხელა მსახიობი ჩემი ნათარგმნი პიესით, ჩემს ნათარგმნ პიესას დგამენ. ღმერთ კაც შეეძლო ასე აეხილა თვალები ჩემთვის, ზუსტად ვერცხლის ქორწილის ახალი საზოგადოების ნაღები მოიხდის თავს. ანუ ყველა მოვა ღარიბების გარდა. შენ თვითონ არ დაიგიცე 25 წლის წინ, რომ შენი ცხოვრების ყოველ წუთს ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ცოლ-ქმრის ვერცხლის ქორწილისათვის ბრძანებას მოანდობ. ეს დღეც მოვიდა. გაგვიბრინდა ცხოვრება ამის დედავატირე. ავტორი თეა გვასალია. რა თქმა უნდა თქვენს ამხელვანებას და მინდა გადავცე ხალბატონ სოფიოს და ბატონ კოტეს აი ეს წიგნი, სადაც შესულია ზუსტად ეს პიესა, მარკესის პიესა. აი ვიცი, კი, მაგრამ განწყობა სპექტაკლის მერე ძალიან ძნელია. მე არა მაქვს ობიექტური განწყობა, იმიტომ რომ იმიტომ რომ ეგრეა ყოველთვის პრემიერის მერე. მართლა არ ვიცი, არ ვგეგლოცობ. არ ვიცი, ნახოთ და დროთა განმავლობაში ეს უფრო მშვიდად უნდა შეხედო და მე უფრო ობიექტური აზრი გიჩნდა. შესაძლოა მწერალია, მაგრამ აი ეს ნაწარმოები არ ვიცოდი. და სიამოვნებით მოვისმინე, ამიტომ ძალიან დიდი მწერალია და თანაც უნდა გითხრათ, რომ აღტაცებული ვარ თეა გვასალიას თარგმანით. ამ ბოლო ხანებში ძალიან იშვიათია ასეთი გამართული ქართულით, ლიტერატურული ქართული და თანაც ძალიან კარგად სალაპარაკოდ მსახიობისთვის მორგებული და ამიტომ მივესალმები ამ სპექტაკლს და რა თქმა უნდა ქალბატონ სოფიკოს დიდ ოსტატობას, რომელმაც შეძლო ჩვენი საათზე მეტი ყურადღების მიპყრობა, იმიტომ რომ ჩვენ წინაშე იდგა ნამდვილი შემოქმედი და ნამდვილი მსახიობი. მე შედგა პრემია, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს ჩემი მოსაფიქრი კიდე, რაღაცები არ შედგა, რაღაცა კი რაღაც გამომივიდა. სპექტაკლი ახლა იწყებს სვლას. ინფორმატორის გამოთვლით საქართველოში თვეში 6 კლიპს იღებენ. ასეთი ტემპი და შემართება რა თქმა უნდა მისასალმებელია. მოკლედ ახალი კლიპი აქვს ორიგინალურ დუეტს მერაბ სეფაშვილსა და უცნებს, რომელიც ბასა ფოცხიშვილის რეჟისორულ ხელს ეკუთვნის. კლიპის ჩვენება მეგობართა წრეში უკვე გაიმართა, ხოლო პრეზენტაცია სულ რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.
ბჭყალებში პრეზენტაცია, იმიტომ რომ რეალური პრეზენტაცია ამ კლიპის სახელად ისევ შენ იქნება შაბათს, სულ საახლობლო არის შეკრებილი და პირველები თქვენ იხილავთ ამ მუშაობას და მე მინდა რასთავარი ესე მონაწილეები. ეს არის უცნობი, ეს არის მეირაბ სეფაშვილი და მე მინდა ვთხოვო გამოვიდეს ამ კლიპის რეჟისორს უძლიერეს რეჟისორს ჩვენ ყველას აღიარებით ქალბატონ ბასა ფოცხიშვილს. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. თქვენ ყველა ჩვენი მეგობრები ხართ და გვინდოდა რომ პირველად თქვენთვის გვეჩვენებინა, იმიტომ რომ შაბათს გავა ეთერში. დიდი მადლობა თქვენ ყველას. ეს ჩვენი მეგობრების წრე, როგორც ბასამ თქვა, ეს არ გახავთ პრეზენტაცია, ეს მართლაც ესე ვთქვათ, მეგობრების წრეში ჩვენებას უფრო გავს და ჟურნალისტებსაც, ჩემს მეგობრებს და არა ჩემს მეგობრებს ყველას ვთქვა, რომ როგორც მეგობრების წრეს, ისე მოვიხსენიოთ დღევანდელი საღამო და არა როგორც პრეზენტაცია. პირველად მომიწია მერაბთან ერთად ამ რავიც გამეთანხმებით ალბათ ყველასათვის საყვარელი მომღერალია და ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო ამ კლიპზე მუშაობა. პირველ ყოვლისა მერაბს დიდი მადლობა, ბასას დიდი მადლობა, ზურა მახნიაშვილს განსაკუთრებული მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. რა ვიცი, ჩემთვის ძალიან რთულია თქვა, ახლა კარგია თუ ცუდია. მე ვფიქრობ, რომ თვითონ კარგი ფაქტია ის, რომ ჩვენ ერთად გავაკეთეთ რაღაცა და გაჩნდა სურვილი, რომ გავკეთებინა ერთად რაღაცა პროექტი და მე მადლობას ვუხდი ბასას, ქალბატონ ჯულია ხოფერიას, მადლობას ვუხდი ყველა იმ მონაწილეს, ვინც მონაწილეობდა კიდევ ერთხელ ვიმეორებდა. რა თქმა უნდა, უცნობს პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ძალიან სასიამოვნო იყო ყველაფერი. არა მარტო გადაღება, არამედ ჩაწერაც და ძალიან კაი დრო გავატარეთ ერთად. მეირაბ სეფაშვილი და უცნობი ისეთი დონის ვარსკვლავები არიან საქართველოში, რომ ნებისმიერი მათი ნამუშევარი უკვე რაღაც ისეთ ზღვარს მიაღწიეს, რომ ყოველთვის საინტერესო არის მაყურებლისთვის და სასიამოვნო. ბასა სახელგანთქმული ქართველი კლიპმეიკერია, ასე რომ ესეთი ტრიო როგორც წესი ყოველთვის წარმატებას განაპირობებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლიპიც ისეთივე პოპულარული იქნება მოსახლეობაში როგორც ყველა სხვა, რომელიც ამ სამეულს აქვს გაკეთებული გინდა ერთად და გინდა ცალ-ცალკე და მე გული და სულით მინდა მიულოცო და მომავალი წარმატებები უსურვო სამივეს. 5 სექტემბერს ქარვასლაში სეზონი გაიხსნა. ინფორმატორმა თანამედროვე მოდის ფოტოგრაფიული ნამუშევრები მოინახულა. გამოფენა საფრანგეთის საელჩომ და ალექსანდრე ძუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრმა მოაწყო.
ძალიან საინტერესოა ესეთი მიდგომა ფოტოგრაფიისადმი, მოდის ფოტოგრაფიისადმი, რომ წამყვანი არ არის ტანსაცმელი, არამედ გარემო და ის რაღაცა აურა, რომელსაც ეს ფოტოები ქმნის და არა თქვათ ის მოდა, რომელიც მასეა გამოსახული, აი დიზაინერულ ფოტოგრაფიის დიზაინში და დიზაინის ფოტოგრაფიაში არის ძალიან თანამედროვე და ესეთი ახალი და ჟურნალები, რომელიც თქვენ ძალიან თანამედროვენი არიან. ხშირად იყენებენ ხოლმე ამას, რომ ხანდახან ვერ სხდები ეს ფოტო მოდის ფოტოგრაფია თუ უბრალოდ ფოტოგრაფია, მაგრამ ისენია ხოლმე ნიუანსები და ესეთი აქცენტები, რომელიც ყოველთვის მე იძლევა იმ განწყობას, რომ ის ტანსაცმელი იყიდო. ჩვენ ახლა ვართ აბსოლუტურად უჩვეულო ფენომენის მომსწრე. აქ არის წარმოუდგენელი ფოტოგრაფია, რომელიც არის 21 საუკუნის ფოტოგრაფია. არა იმ ბანძი გაგებით, რომ ეს უნდა ეს ყველაფერი იყოს დაღეჭილი, ერთხელ გვერდა ნანახი და ასე შემდეგ, დეჟავიუ ფრანგები ამბობენ ერთხელ ნანახს ქვია ასე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე წინ გადადგმულ ნაბიჯთან. ფორმის თვალსაზრისით, მოსულობის თვალსაზრისით, სიუჟეტების თვალსაზრისით. ანუ ის იმპერია ფოტოგრაფიის, როგორც საფრანგეთის ყოველთვის იყო, სადაც იყო კარტე-ბრესონი, ეჯე, ნადარი და დიდი სახელები ჩვენ შეგვიძლია ბევრი სახელები მოვიგონოთ ახლა. აქ არის სულ სხვა ხელოვნება. ეს ნიშნავს, რომ აი მამები და შვილები რაღაცას თავისას შვებიან და არ იხარშებიან იგივე წვენში, როგორც ქართველებს შვებიათ სამწუხაროდ. ჩვენ ვართ ტრადიციულიერი და ჩვენ ვაგზელებთ იმას, რაც იყო.